მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. Ჩვენ დღევანდელი სტუმარია პოლიტიკოსი ნიკა მელია. ნიკა, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩემი გადაცემის სტუმარი. სიამოვნებით დაგთანხმდით სტუმრობას. ძალიან ბედნიერი. გარემო ატმოსფერო. მადლობა. გრილვარაც თავარია. ნიკა, ძალიან კარგად გამოიყურებით, როგორ დაიკელით ასე წონაში? მოვინდომე იმ დროს, როდესაც სახლში ვიყავით გამოკეტილები. ანუ კარანტინი, რეალურად კარანტინში ვიყავით, ხო და მქონდა გასვლის შესაძლებლობა გარკვეულ საათებში, ახსოვთ ამ დროს აი ამ პერიოდით ვისარგებლეთ და ვიძუნძულეთ თბილისის სხვადასხვა უბნებში. და აივანზეც ვარჯიშობა მსმენია. ხო, აივანზეც რამდენიმე გიდით და განტერება. ძირითადად ვიარე და ველოსიპედით ვივარჯიშე. ნუ სადღაც 3 თვის განმავლობაში. თბილისის სხვადასხვა უბნებში ამ ვერიდან გავდიოდი ხან საბუთაოზე, ხან ორთაჭალისკენ, გდანამდე წიჩავს ვარ. ვერ გამოსვლა მიჭირდა, მაგრამ ნუ 9 საათამდე უნდა მომესვო სახლში შემოსვლა და ნუ შედეგად მოხდა ისე რომ ნუ დავიკელე ის რაც მინდოდა რა. ვერ დავდიოდი სიმართლე გითხრათ, უკვე ვძნობდი რომ დათვლით დავბაჭბაჭებდი და ხა განსაკუთრებით პოლიტიკოსისთვის ხელი შემშლელი. არა იმიტომ რომ ჯეთიც გონია რომ ეკრანზე როდესაც ჩანხარ ვიზუალურ ხარესაც მნიშვნელოვანია. არა შეთავს პირველ რიგში შეთავსაც უნდა სეპატები რა თქმა უნდა თუ არა პირველ რიგში შეთავს, მაგრამ მაყურებელს და მეორე უბრალოდ გძნობდი ძალიან სერიოზულ დისკომფორტს. არჩევნების დღეს ან გასაქცევად იქნება საქმე, ან გასაკიდებელი იქნება ვინმე და ექიმი ხარ, ინჟინერი ხარ, პოლიტიკოსი ხარ, ყველა ვარიანტში ჩემი აზრით რამდენადაც დაკავებული არ უნდა იყო. კვირაში 5 საათი ჩემი აზრით, ხო, უნდა დაუთმო სპორტს. იმიტომ რომ გუნება განწყობილება გიუმჯობესდება და ცხოვრების ხარისხი გიუმჯობესდება ყველაფერს თავიდან ხა. უფრო ლაგი ვარ, უფრო ხალასი ვარ, უფრო ხშირად ვიგემები ვიდრე მანამდე ვიგემებოდი და რაღაცნაირად თავს ვფლობ. ნიკა, თქვენი შვილი არის 5 წლის სანდრო. გავიგე რომ კითხვები აქვს სამაჯურზე. კი, ერთხელ იყო და ძალიან უცნაურად მართლაც ვკითხე შარშან ავიღო მოკრა ყური, როგორც მე მესმოდა ეხა ბავშვობაში ექიმების ოჯახში გავიზარდე, დედა ექიმი, მამა ექიმი, ბაბუა ექიმი, ბებია ექიმი, დეიდა, ბიძა, ყველა ექიმი ჩემს გარდა. ზედაც საუბრობდნენ სამედიცინო, ასე ვთქვათ, ტერმინოლოგიით, ან მამა პასუხობდა ტელეფონზე, პაციენტს უნიშნავდა რაღაცა მედიკამენტებს, ხო და ეს ხომ მესმოდა, რასაც აღმა რაც არ უნდა მეკეთებინა. სულ პატარა ასაკიდან. როგორც ჩანს, სანდროსაც ესმოდა ის, რაც ხდებოდა ოჯახში ჩვენთან განსაკუთრებით. მას შემდეგ რაც ამით დამაჯილდოვეს და სახში უფრო დიდი ხანი დავყავი და ერჩვენიერ დღეს კითხა აბაზანაში ერთად ჩავწექით რა, არ გიგონთ რაღაც ესეთი ბავშვს აბანავდნენ და მოიკლა თავით თუ არ გინდათ რა ჩემთან ერთად. თქვენთან ერთად უნდა. მთელი 3-4 ორი სახში ვიყავი, არ გიგონთ რაღაც ესეთი განსაკუთრებით ჩვეულებრივი თანადული აბაზანა რაღაცნაირად ჩავეკვეხეთ და აი კითხა რომ ეს არის ანუ უნდოდა ხშირად მოწყვეტა სამაჯურის და ნუ მე ვფრთხილდებოდი. მაშინ კითხა რომ პოლიტიკური სამაჯურიაო ესო? საიდან გაიგო? არც პოლიტიკური მნიშვნელობა ისე ბუნებრივია. თქვენ რა უპასუხეთ? სამაჯურის, უბრალოდ რაღაცა მოკრა ყური რა. მე რა ვიცინე უბრალოდ ხო ვეტყუდი რა არის, მაგრამ ნუ ჯერჯერობით ამას ტკივილი. ერთი რამ დაანბულებით მინდა სურვილი მაქვს რომ როცა მომეხსნება ეს სამაჯური, სიმართლე ეხა ამის დათვით რა არის ახლა ვერ ვიგებ. ამას არ აქვს ის ფუნქცია, რომელიც აკონტროლებს შენ გადაადგილებას ქალაქში, რაც ქონდა მისდამანდეს, გადმოიღეს ეკობა საიდან არის შესაბამისი ტექნოლოგიური სამაჯურები, ახლა როგორც გავიგე, შემოიტანეს, რომელიც გადაადგილებას აკონტროლებს. აი ეს თქვენი არ აკონტროლებს. უბნიდან უბანში, ეხლა მე აქ რო ვარ, თათეშარანგესთან არ იცის. უბრალოდ შეგვეიციან რაღაც სხვანაირად მითოთვალებენ, ხო? და დამადეს უბრალოდ ისეთ სამაჯური, რომელიც აკონტროლებს ყოველ სახში შესვლა, არ შესვლას. გასაგებია. როცა მომხსნია, უნდა ვთხოვო აუცილებლად, რომ იმდენად ჩემი პირადი გახდა, რომ უნდა დაიტოვოთ. იმედი ამ ხოლმე მაინც შემისრულებელი. თქვენთვის პარლამენტარის უფლებამოსილების შეჩერებას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მოაწერა ხელი. თქვენ ყველაზე მეტად ვისგან არელოდით ამას? ცოტა რამდენიმე ადამიანი იყო, არ ველოდებოდი, იმიტომ რომ თავის ადამიანს ვუყურებდი დარბაზში და სამ დარბაზში შევიდოდი, მანამდე უბრალოდ წარმოვიდგინე მათი მდგომარეობა და მე რომ თავი მათ ადგილზე წარმოვიდგინე, საერთოდ ცუდად ვიგზენი თავი, არავის არ სიამოვნებს ადამიანის დაჭერა. აი წარმოვიდგინეთ
პროკურორისთვისაც ძალიან ძიმე პროფესიაა რა, განსაკუთრებით როდესაც უსამართლოდ იჭერ ადამიანს, ხო, პროკურორისთვის ხა და რომ სამართლიანას რო იჭერ, ნუ არ არის ხა ადვილი, სასიამოვნო პროცესი არ არის პოლიციისთვის და ხა ეს ყველაფერი შეითავსეს პროკურორობას გამოძიებულობას შემა კოლეგებმა და ვერავერ დამაჯერა მაშინ და ვერ დამაჯერებს მომავალში, რომ სიამოვნებდა მაგალითად პირობითად ვამბობ ну, რომელიმე ცალკე აღებული დეპუტატს ჩემი დაკავება დაჭერა ისე აუცილებლად არ არსებობდა, ну, ადამიანი იდგა დილის 10 საათიდან პარლამენტში იყო პროკურატურის წარმომადგენელი და ითხოვდა ჩემს წინასაპატიმრობაში მიცემას მომდენო დღეს მანამდე უნდა მოეხსნათ იმუნიტეტი და საფუძველს ვერ ამბობდა, ну, რატომ უნდა იყოს ის ციხეში რა, გამოძიება რო წავიდეს და გამოძიების მიმდინარეობისას გამოიკვეთება დანაშაული არის არ არის. ბრძანება იყო და ნუ კი ბატონო შეასრულეს ვისი ალბათ არ მეთხელ თქვი არც მინდა ადამიანის სახე და გვარის ხსენება ჩემი აზრით მისი პერსონალური ტრაგედია დეპუტატია ეხა სამართალობის დაწმინდელი ვარო საუბრობს ბექაუდიშარია უბრალოდ მთელი ბავშვობა ვიცნობდი და ასაკში სხვაობა იყო ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ანუ ჩემზე რომ 7-8 წლით მე მგონი უფროსია თუ არ ვცდები ხო და ნუ აი უბანში როდესაც ბავშვების მეგობრობა თაობებს შორის სხვაობა არის მაგრამ ხშირად რო ხართ ერთად ფეხბურთს ერთად თამაშობთ ისინი გაეთამაშო შენ კარებში გახარ ისე რაღაც ნაყინს ერთად ჭამ და ვიცი რა რაღაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა არ ველოდებოდი ნამდვილად მე მეგონა მივიდოდა და იტყოდა რომ ისედაც იჭერთ ამ ადამიანს ჩემი ხვის გარეშეც ახლობლო ძალიან ამ ადამიანთან და მოდით რა იქნებ თქვენ ასე მოიქცეოდი მოდით რა ან საერთოდ არ მოვალ ან არ დამაჭერინოთ მე ეს ვერ შეძლო და ეს უფრო მეტკინა მე ემზარ კვიციანს მეწერეთ მადლობის მესიჯი ემზარ კვიციანი არის ხა რა არის ნაცი არის კოცი არის კოცი ნაცებისთვის ბატონთა ალიანსი ხო და როდესაც დრამა ბატონმა ემზარ კვიციანმა უფრო გახადა დაძაბული და ემოციური, როდესაც გამოვიდა ემზარ კვიციანი და თქვა სად მიყავთ ეს კაციო ციხეში ჩვენი კოლეგა არის არ უნდა გავაკეთოთ და ემზარ კვიციანს ვიწერე SMS-ი მადლობის გადასახდელად და მიპასუხა რომ მას ჰქონდა სურვილი გადმომჯდარი იყო და ხელით ჩაკიდებულები მჯდარიყავით დარბაზში და მე ბოლო წამს გადავიფიქრეო ეხლა 30 მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგენას 30 და ქართულმა ოცნებმა 12 მოქმედი დეპუტატი დაასახელა და ეხლა უბრალოდ არც მაშინ გავუკეთებიათ არაფერი ეხლა რა უნდა არ აინტერესებს გამიგეთ ეხლა ჩემი კონკურენტი მე აუგის თქმა არ მიმაჩნია სწორი იყოს მაღალი სიჩქარე. ეს გულისხმობთ გდანში. ბატონ კობიაშვილის გდანში, რომელსაც არ უნდოდა მაჟორიტარობა. ჩემი ინფორმაციით და მართალია რომ არ უნდოდა, იმიტომ რომ 2016-დან 2020-მდე, როდესაც ის დეპუტატი იყო, როდესაც მოქმედია, საერთოდ გამოჩენილა გდანში. და თვითონაც არ უარყოს ამ ყველაფერს და მაშინ გაქვს უპირატესობა შენ კონკურენტზე, როდესაც ხარ დეპუტატი და ხალხთან მუშაობდა, ასე თქვათ, აქტიური ხარ მაჟორიტარულ ურჩევნს, როცა არა ხარ აქტიური და მეტის დაიკარგე, ბუნებრივია ის რომ არ გინდოდეს, გასაგებია და არ უნდა უბრალოდ არ ვიცი რა, კალალზე სტაჟინებით ხოლმე თუ ვიღაც ხომ დაეკენებიათ, ხო? აი, ფეხბურთელი ერთდროს ძალიან ბევრი ტაში მედაკრული მაქვს ამ ადამიანისადმი, როცა თამაშობდა ფეხბურთს. ეხლა ან ბატონმა ცეცვაძემ რაც გააკეთა, ბატონმა იმნაძემ რაც გააკეთა, რამდენიმე დღის წინ ან ბატონმა გამყრელიძე, როდესაც პარტიულ ღონისძიებაზე დაესწრენ, ხო? ეხლა შედეგად რა მივიღეთ? კანდიდატების წარდგენას დაესწრენ. ეხლა ხვალდაზე სიმართლეს რო გვითხრას, ეხლა ბატონმა იმნაძემ და ცეცვაძემ და თქვას რომ კორონავირუსი ძვინვარებს, ну, როგორც მინიმუმ, მოსახლეობის ნახევარი ხო არ დაუჯერეს, თული ხო არ არის. არ დაუჯერეს, იმიტომ რომ ბევრი იფიქრებს, რომ ეს ადამიანი არის პარტიული ინტერესის მატარებელი. თავი პრობლემა იყო იქ, რის მოლოდინიც ჰქონდა ბევრს, რომ სთხოვდნენ ამ დამსახურებულ ექიმებს, ну, ადამიანებს, ვინც გამოიჩინა თავი პანდემიასთან ბრძოლისას, მაჟორიტარ კანდიდატებად დადგომას. და ამ ყველაფერზე უარი უთხრეს და რაღაცნაირად ამ ყველაფრის საკომპენსაციოდ თავ ვალდებულად ჩათვალეს, რომ მისულიყვნენ იქ. ნიკა, მართალია რომ თქვენ არ იღებდით მონაწილეობას ხმის მისაცემად არჩევნებში 2012 წლამდე? 2010 წელს არ მიმიღია
თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობა არ მიმიღია საერთოდ, არ მისულა, არჩევნებზე, სამწუხაროდ არ მისულა და 2008 წელს მივედი, მაგრამ ხარი არ დავუჭირე მაშინ მიხეილ სააკაშვილს არ მივეცი ხო, მიხეილ სააკაშვილს საწინააღმდეგო არჩევანი გავაკეთე და მეტიც აქცია როცა იმართებოდა თბილისში post 7 ნოემბერი, რამდენიმე აქციაზე დავყოფი ვარ მათ შორის იპოდრომზე და ეს არის ჩემი წარსული, ხა ვიღაცას მოწონს არ მოწონს, ის ვამაყობ, იმიტომ ჩემი გულწრფელი ემოცია იყო, მე არც ერთ ოპოზიციონერს არ ვიცნობდი გამარჯვების დონეზე. და უბრალოდ ტელევიზორს უყურებდი, საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრება მაინტერესებდა ყოველთვის და ჩემთვის ვაკეთებდი დასწრას და ვარ ნამყოფი თავარ იპოდრომის აქციაზე ყინვაში. როცა ძალიან დიდი ნაწილი თბილისელებისა გამოთქვა 19% იყო იქ თბილისელი. იმიტომ რაიონიდან ვერ ჩამოვიდნენ ისეთი თოვლი. მე პირადად იპოდრომის იმ აქციაზე ისიც მივედი იმისთვის, რომ გამომეხატა ჩემი პროტესტი, რომელიც მქონდა. შემდეგ რამ განაპირობა თქვენი სიტუაცია? მე საჯარო სამსახურში მუშაობდი იუსტიციის სამინისტროში, ეს ძალიან ნიშნავს, რომ მე უპირობოდ ხალხს უჭერდი წინა ხელისუფლებას უახლოდ გეუბნებით. 4 წლის განმავლობაში ვიყავი ხელმძღვანელ თანამდებობაზე რიგით თანამშრომლიდან დავიწყე და ხელმძღვანელ თანამდებობის პირი ვიყავი იუსტიციის სამინისტროში და იქ იმდენად იყო მენეჯმენტი დალაგებული და წყობში მოყვანილი, რომ არც ერთი ჩემი ან შინაური, ან ახლობელი, უბრალოდ არათუ არ მიმიყვანი, არც გამიფიქრია, რომ მიმიყვანი, რატო იცით, ისე იყო იქ აწყობილი თანამშრომლების რეკრუტირების პოლიტიკა, რომ მგდომოდა ვერ მიიყვანდა, იმიტომ რომ 3 ეტაპიან ფილტრს გადიოდა. გულიწრება ახლა ზურა ადეშის უდიდესი წვლილი მიუძღვის იუსტიციის სამინისტროს რეფორმებაში, რასაც ვერ ვიტყვი პროკურატურის ნაწილში, ხო? და ამ ადამიანს სერიოზული უნარჩვევები აქვს, დამიჯერეთ, აი სერიოზული უნარჩვევები აქვს გააკეთოს და განახორციელოს წარმატებული რეფორმა და მე მისთვის ვიყავი აბსოლუტურად უცხო ადამიანიც, როგორც მინისტრად და თქვენ შემთხვევაში ისეთი ურთიერთობა გქონდა, კვირაში ერთხელ ხვდებოდი, უბრალოდ გავდიოდი რაღაცა საკითხებს. ძალიან მაგარ საქმეს, რომელსაც აკეთებდნენ, ჩრდილი მიაყენეს 2-3 მძიმე შეცდომების გამო. რომელსაც შეიძლება ასევე დავარქვათ დანაშაული. ყველაზე დიდ შეცდომად რას მოიაზრებთ? კონტროლის მექანიზმები არ იყო. გესმით? აი მე ვიყავი რიგითი მოქალაქე. პირობითად ვამბობ და ჩაგრავდნენ. მე თუ მივიდოდი ვანო მერაბიშვილთან და ვეტყოდი ვანო ჩაგრავს ზურა ადეიშვილი, უწყება პირობითად, ხო? ზურა ადეიშვილის უწყების წყალს ვანო მერაბიშვილი არ დახევდა. მინდა ნიკა რომ მომიყვე ბავშვობაზე, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან საყვარელი კარდიოლოგია მამა. ბაბუაც ცნობილი ანესთეზიოლოგი. ანესთეზიოლოგი, აკადემიკოსი გიორგი ცანავა, დედა ცანავა მყავს. ხო. ექიმების მართავს ოჯახში გავიზარდე, ყველა ექიმი აბსოლუტურად ჩემს გარდა. ბიძები, დეიდები და რა გითხრათ, ხო, ბაბუა ბებიაც რა, ბებია თამარ გავაშელი იყო თვალისწინი ექიმი. ამ ატმოსფეროში გავიზარდე. უბრალოდ ბოლო მომენტში მოხდა ის, რომ მე არ ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში. თუმცა ახალასაც ვაკვირდები, ხო, მამაჩემს მე პირადად ჩემ თავში დავიჭირო, რომ მინდა რომ სანდრო ექიმი გამოვიდეს რა. კი მამაჩემ მეუბნა და შენ პირადად ცხოვრება არ გიქნება თუ ექიმი გახდები, მაგრამ ეხა ისე წავიდა საქმე, ორჯერ ექიმი ყოფილიყავი გარჯობდა. უფრო ოჯახი მაგალითად ბავშვი ამინახავ დაახლოებით 2 კვირა. თუ შეხა მარტო ცხოვრობ. გდანში ვიქირავე ბინა და ხან გდანში ვჩები და ხან ვერაზე ვჩები და არა, მაქვს პირადი ცხოვრება, მე არ მაქვს. ხმაურიან და აქტიურ პოლიტიკოსად გიცნობს დღეს საზოგადოება. აი ბავშვობაზე მომიყევს. სულ ასეთი ენერგიული იყავი? კი, ასეთი ვიყავი ნამდვილად. ბავშვობაში პირდაპირ გეუბნებით, არასოდეს ძალიან შარიანი ვიყავი პირდაპირ გეუბნებით. 90-იან წლებში აი 5 თვია ამასრულეს დამჭრეს სასიკვდილო და ისიც სვის გამო ესეთი ქვეყანა იყო და ამის შემდეგ მამაჩემთან კლინიკაში როცა გადამომიყვანეს ქირურგიული ასე თქვა განყოფილებით და რამდენიმე დღის შემდეგ მამაჩემთან საორდინატოროში საქმე ირჩეოდა შავი სამყაროს წარმომადგენლების მიერ მწვანე ვიყავი თუ მართალი ვიყავი და მე მირჩევდნენ რომ შევრიგებულიყავი, იმიტომ რომ განსამხედროებულ სასწავლებელში ვსწავლობდი და ანუ არსებითად კი მართალი ხარო, მაგრამ გამტყუნდებიო. ესეთი ქვეყანა იყო რა. მშობლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ აი ეს ნერვიულობდნენ, რა თქმა უნდა, ძალიან ეშინოდათ და სამწუხაროა, რომ დღესაც მშობლებს ეშინიათ შვილების უსაფრთხოების. აი დღეს 2020 წელს ეშინიათ. სამწუხაროდ. ეშინიათ
მეტნაკლებად ზუსტად იგივე სიმძაფრით, ხო? ზუსტად იმ წლებში ყველაზე რთული იყო, როდესაც რდიდი შვილს აბა რა ხო და ამიტომ 2003 წლის ბოდიში რა ეხლა რაც არ უნდა კრიტიკოსი გამოუჩნდეს ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს ხო ობიექტურად ეს ყველაფერი დაანგრია და ამას რევოლუციონერის გარეშე ვერავინ ვერ გააკეთებდა რევოლუციონერის გარდა უბრალოდ ვერავინ ვერ გააკეთებდა ისე იყო ღრმად ფესვებში ჩამჯდარი რას ლაპარაკობ ხა ეს ხელისუფლება რომ მოსულიყო 2003 წელს რამე შეიცვლებოდა პირიქით მივუბრუნდეთ ბავშვობას. ბატონ აზარმელიაზეც მინდა კითხო, იმიტომ რომ საზოგადოებას ძალიან აინტერესებს ის როგორც მამა. კოლეგებისგან სმენია, რომ არის საკმაოდ კრიტიკული. მამა ჩემი და დედა ჩემი მაგალითად მუშაობდნენ ერთად საავადმყოფოში ორივე კარდიოლოგი. მაგრამ ნუ მე კერძო კლინიკა როდესაც დააფუძნა დედა რამდენიმე წლის შემდეგ სახლში ჩვენ გვზრდიდა ბავშვებს. რომ ნუ არ არის მარტივი მამასთან მუშაობა რა. შეიძლება შენიშნას აძლევდა უსამართლოდ და დაუმსახურებად თუ დამსახურებოდ არ ვიცი მეუღლეს ნანას და ნანა ქვია და ვერ გაუძლო ხავა წამოდი სახლში დაერდა როგორც მამა სახლში ვერ ხედავდი რა გეუბნებით აი არ დამგვისე გინ დამიჭე ერთხელ 10 დღით ერთად ვიყავით გონიოში მახსოვს რა აი დანარჩენი ის რომ ერთად წამო დაგვესვე იყო თავი და ბოლომდე თხემი ტელეფონამდე ექიმი თავისი მთელი მოწოდებით და არსებით თუმცა იმდენად გძნობდი რომ ძალიან მადლიერ საქმეს ემსახურებოდა ხო რომ ყველგან ხდებოდა მისი დატოვებული სითბო და სიკეთე და სახელი და მადლიერი ვარ ნამდვილად თული ხო ყველას კი არ უნდა და ქუჩაში დგომა და კრიმინალობა ნამდვილად უბრალოდ ვიღაცები იძულებულები იყვნენ რომ ეს ეკეთებიათ მომცა ასევე შესაძლებელია რომ არასოდეს წავიდეს ზნეობრივ კომპრომისზე როგორც ბაბუა თუ იღებს მონაწილეობას აქტიურად შვილიშვილის ბაბუა ნუ აი ჩათვალეთ გიჟი ბაბუა რა აი არაჩ ერთი წამიც არ შეუძლია სანდროს გარეშე ერთი წამიც არ შეუძლია ამიტომაც გონია რომ აუცილებლად ექიმი შეიძლება არ უნდა დავაძალოთ თავით უნდა აირჩიოს მაგრამ იმდენად ბაბუასთან იზრდება და საავტომობილში მიიღავს მოყავს გარემოს დიდი მნიშვნელობა რა თქმა უნდა დიდი შანსია ექიმი გამოვიდეს ნუ ერთადერთ რაც ვერ შეუსრულე ხო გძნობდი რომ უნდა რომ ბავშვისთვის დავერქვა ანზორი სახელი რა მინდა და მე გძნობდი ხა არ უთხავს და აკი ანზორი მაგრამ ხო გძნობდი დაუნახდებოდა თვალები მაგრამ არ დავარქი სანდრო ისე როგორც განა სახელი ჩემი მერიდება მეუღლე პირიქით რაღაც განსხვავებულია ხო ასე ნიკანორ ერთმა ექიმმა მითხრა პოლიკლინიკაში მივედი ბავშვობაში კომისიონზე გამოვიდა და ერთ-ერთმა ექიმმა მითხრა ეს ამ მეგრელებს ორი სახელი როგორ ნიკა და ნორიო რა და ხო რატო დამარქვით მეთქი რომ მეკითხები ანუ ნაკობის სახელი ნიკოლოზია ნიკა თვითშავება და გავიზარდე ბაბუას ეთქვა ნიკა და იმასაც ნიკას ეძახდა რაც გამარჯვების მომასწავლებელი სიმბოლოა და იყო მორწმუნე და ამიტომ ახლა ვიფიქრე რომ ბავშვი არ და ანზორი ნიკაოთა შედარებით არჩეული სახელი. ნიკა, იცი, აი წარსულზე როცა ვკითხულობდი, გავიგე რომ ერთი თვით იყავით ლონდონში წასული, სადაც აღმოჩნდით 3 წელი. მაშინ იყო, დიახ, 3 წლის აგვისტოს თვე იყო რევოლუციამდე. წავედი, ერთი თვით იმიტომ რომ მაშინ ვიზას ერთზე მეტით არ ეძლეოდნენ. და საბოლოოდ ოქსფორდის ბრუქსის. სამი დავრჩი, იქ საერთაშორისო ურთიერთობა, ანუ language school-ში წავედი რა, ენგლისის სასწავლებად, იქ პრაქტიკული ენა რო ამეთვისებია. საზაფხულო სკოლაში ოქსფორდში ჩამოვედი 2006 წლის ბოლოს მამამდი საქართველოში არ ყოფილა რა და კონტრასტი აეროპორტშივე სულ მახსოვს აეროპორტშივე ვიგრძენი ანუ რო წავედი დაბრუნებულზე მილიციელი აეროპორტში და მზესუბზირას ჭამდა ბევრი რამ მომცა მაგალითად იქ სწავლამ რა ბევრი რამ მომცა გამზარდა მე მახსოვს ინსტიტუტში ფინანსური დამოუკიდებლობისთვისაც ხმაშობდით ეს მინდა რომ მომიყვე მამ ოჯახის წყალობით რა თქმა უნდა ინგლისში მოვახერხე 3 წლის განმავლობაში ცხოვრება და სწავლა თუმცა როდესაც იქ სანამ აი ჯერ კიდევ language school-ში ვიყავი ენის შესასწავლებლად ვიყავი სკოლაში რა კოლეჯი იყო უბრალოდ ხო იქ გვირჩიეს რომ დაიწყეთო მუშაობა სადმე და გუნებრივია ხა რაღაც თეცალოიან სამსახურს ვინ მოგცემდა სტუდენტი იყავი და ოფისში მინდა გაწყებინა მენეჯერად მუშაობას და ზოგი მუშაობდა ფაბში მიმტანად ზოგი ბარში, ზოგი სადღაც ახლა და
ვიღაცა რესტორანში და ყველა მუშაობდა, აი გადავლახე ეს ჩემი კომპლექსი, აი ესეც არანორმალ 2003 წელია წამოვიდგინეთ და ვიღაცა თბილისიდან ჩასულ ადამიანს 6 თვე დაჭირდა ინგლისში დაიწყო მუშაობა, როცა ყველა მუშაობდა ჩემს გარშემო. დავიწყე ქათმების რესტორანი ნანდოსი გრილერად რა მუშაობა და რისი კომპლექსი მქონდა ეს პირველი 2 თვე კარები ხო იღებოდა თან ვეუბნებიანო კასტომერი რო შემოვა უნდა მიესალმო რომ გადის ანუ კლიენტს რომ დაემშვიდობა უნდა უთხრა ბაბა ეს იყო აუცილებელია რომ შემოვიდო და გასვლისას უნდა გეთქვა ბაბა ეს იყო აი წმინდა და ამდენჯერაც კარები იღებოდა ქართულის მელოდიაში იყავით გული მისხდებოდა ვინმე ქართველი არ შემოვიდეს და არ მიცნობს ხო წამოვიდგინეთ ეხლა ნორმალურია ეს ჩვენი ბრალია და პოლიტიკოსო ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ორმოდან მაყურებელი ადამიანები რომლებიც ცის ერთ ნაგლეჯს ხედავენ ხოლმე და არათელ ცას ამოვიყვანოთ და აზიაროთ ცივილიზაციას და ამას შეიძლება განვითარებული ეკონომიკა და პროგრესზე ორიენტირებული ხელისუფლება და ეხლა თვითონ რომ წარმოდგენა არ აქვს თუ რას აკეთებენ ხელისუფლებაში ისინი როგორ გაუძღვებიან მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას როგორ გახსენდებათ როცა თქვენთვის ყველაზე საყვარელი უბნის გამგებელი იყავით ნიკო აი ეს ფათაშორის ძალიან არც ერთი სამსახური მე ასეთი სიამოვნება არ მიმიღია ნამდვილად გეუბნებით გვალ ბაღთან ერთ-ერთ კაფეში შევედი მეგობართან ერთად და გავიცანე გიგი უგულავა საბურთალოზე მახსოვს დიდუბეში და თალწმინდაზე მინდა გამგებლებიო შევცვალო ხო და რაღაცა მინდა შენ შემოგთავაზო და რამდენიმე წლის განმავლობაში ვიფიქრე არ დაგიმალავთ და ჯერ არ ვიფიქრობდი იცით შობლების გამო იმდენად მიუღებელი იყო ჩემი შობლებისთვის 2012 წელს წინა ხელისუფლება ხო ეხა მათთვის ეხა იქ ვიქნებოდი წითელი ნაჭერი რა როგორც ხარისთვის და ნუ დავთანხმდი და არ მინანია არც ერთი წამი და ამ გადმოსახედიდან მით უმეტეს მამა ჩემა ისიც კი მითხრა მახსოვს რომ ეხა ეს რო ჩანს შულს მე უთხრა ოდესმე ისიც დაამახსოვრდება და მამა რო შულს უთხრა წამოდი რატომ მარცხენო ეხა ნუ ვიფიქრე რაღაცა უბედურება გავაკეთე და თუ ჩათვალო რომ რაღაცა პოლიტიკურ პროცესში ჩავერთე მოვასწარე ბევრი კარგი საქმის კეთება მიუხედავად იმისა რომ იყო ნუ ძალიან სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორები რომელიც მოდიოდა ქართული ოცნებიდან მე საკრებულოში ქართული ოცნება იყო გასულდა ხელს ვიშთი ამის შემდეგ ნუ აღმოჩნდი თბილისის მერობის კანდიდატი აი ეს დაუგეგმავთ აი შეიძლება თქვენ უფრო გიფიქრიათ პოლიტიკაში მოხვედრის ანუ პირობითად ვამბობ ვიდრე მე დამეგეგმოს ჩემი ცხოვრება ისე რომ პოლიტიკაში შემომედგას ნაბიჯი კი ყოველთვის მაინტერესებდა საზოგადოება ნიკა დღეს თუ გიჭერთ ხარს მამა თუ ესე წინააღმდეგი ჩემი არის ჩემზე მეტად რადიკალური ოპოზიციონერი მე მასთან შედარებით ვარ ეხა საყვარელი ძალიან ლიბერალური ოპოზიციონერი ნიკა ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი სიმართლე ხო გულწრფელად კი ბატონო მე მიმაჩნია რომ ჩემი არ ვიცი ენერგიის ჯერჯობი რომელიც მაქვს და არ ვუჩევი და დაუღლელობის შემხედვარი რა თუ შეიძლება ითქვას კი რა თქმა უნდა უფრო დინამიურ სფეროში ვიქნებოდი ამაზე არ ვიფიქრებ თავი ამოცანა არის რომ შევაჩეროთ ეს ეროზია რომელიც ზარდი არის და ოლიგარქი აღარ მართავდეს სახელმწიფოს ოლიგარქია და სახელმწიფო შეუთავსებელია რა უსიმონია გამორიცხული არის ერთი ანუ ბიძინა იმანიშვილი როგორც ადამიანი საჩხერში დაბადებული და გაზრდილი კი არ მძულს არავითარ შემთხვევაში არავინ არ მძულს თვითონ ბიძინა იმანიშვილის პირიქით შეიძლება არ ვიცი რომ დაждე ერთ-ერთზე ისეთი რაღაცა თქოს გაიცინო გაგეცინოს გაგაცინოს მე რა ვიცი შეიძლება ისეთი ადამიანი ყვება რაღაც ანეკდოტებს მაგრამ როგორც ოლიგარქს ანუ ანტისახელმწიფოებრივ ელემენტს ვებრძვე ეს არის არ არსებობს. ნიკა თქვენს ოჯახზე რომ მოგვიყვეთ პატარა სანდროზე რომელიც არა მხოლოდ გარეგნულად გავთ როგორც ხვდებით თვისებებითაც. ძალიან სანდრო ამბობენ ხომ რომ აი მამას უფრო გავს თუ დედას უფრო გავს ან ამსგავსებენ და პირდაპირ მამას როგორ გავს ხო მაგრამ არა მარტო გარეგნობით თუ არ ჩავთვით უბრალოდ მას თმები აქვს და მე არა მაქვს და იმედია მას დიდი ხანი ექნება თმა და სანდრო გავს ხასიათით და ხო გძნობ ნუ აი გძნობ რომ ერთი ერთია აი თავისი ჩემი კარგი ნაწილი ხასიათისა და ცუდი ნაწილი ხასიათისა რაც მაქვს ნუ ცუდი რა არის ნუ არ ვიცი რა არის ჭიჭყინა ვარ ანუ ეს სახში ხო მიყვარს
წუწუნებ რა უაზროდ სახში განსაკუთრებით, იმიტომ რომ როდესაც გარეთ ამდენი ლაპარაკი მიწევს და ზოგჯერ სამწუხაროდ აი შემომაქვს გარე პრობლემები ოჯახში, ტყუილს არ ვამბობ რა ხო, არ უნდა შემოვიტანო, მაგრამ შემომაქვს და აისახება ეს და ну კი მიწევდნენ ანგარიში ხა ოჯახის წევრები მაქსიმალურად ცუდი რა ხა ისეთი როგორიც ვარ ემოციური ვარ არ შემიძლია თამაში აი ისეთი როგორიც ვარ ხო ჩემი პლუსიც არის ეს და მინუსიც არის ამასაც გძნობ ეს არ არის რომ აი სულ პლუსია ეს რასაც ამ პოლიტიკაში ზოგჯერ რაღაცები არ უნდა თქვა სანდრო არის ჩათვალეთ პატარა ნიკანორი რა ნიკა როდესაც ის გამონაკლისის შემთხვევა როდესაც გაქვთ თავისუფალი დღე ყველაზე საყვარელი დღის წესრიგი როგორია თქვენთვის ახლა ყოველი დღე გავს მომდევნოს და გავლის უბრალოდ რითი განსხვავდება რომ ახალ ადამიანებს ისო და სხვადასხვა პოლიტიკაში ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ანუ თუ კი რამე რჩება ხა პოლიტიკიდან შენ ადამიანს ხო ყოველ დღე ვრუნდები მე ურთიერთობით გამდიდრებული ნიკა ესე საჯაროდ ჩანს შენ მებრძოლი ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს თუ არა მას მეორე მხარე აი რეალურად სენტიმენტები თუ გახასიათებს კი რა თქმა უნდა კი არის კი ნამდვილად კი ხო გითხარით ეხა აი წარმოუდგენელია ვერ ვიტან რომ ვინმე ჩაგრავს და ამ დროს ვარ ძალიან აი ემოციურიც სენსორულ დონეზე სუსტი ვარ რა პიროვნულად რისკეშინია ყველაზე მეტად აი ყოველდღიურობაში თუნდაც ან შორს როცა იყურები და თქვა ფიქრობ ბევრს მეშინია ეჩინაური ხალხის უსაფრთხოების და ჯანმრთელ არც მინდა ფიქრი რა ხო იმაზე რაც ხდება ხოლმე გინდა არ გინდა ხო 100 წლის შემდეგ როდესაც შენს მეგობრებს ოჯახის წევრებს კარგავ აი ამის გაფიქრებას გამიფიქრია და მართლაც მაშინებს იმიტომ რომ გონია რომ სულ იქნებიან შენს გარშემო და ვერ იქნებიან და აი აქ ვარ სუსტი ნამდვილად ვიხოცრა მიტირია კიდევაც და ცრემლები ბოლოს როდის წამოხსლია ცრემლი თუ გახსენდებათ ბოლოს გეტყვით არ გავიჩერე ცრემლები უბრალოდ არ მიტირია მაგრამ ეხლა ვზივარ პარლამენტში და მიდის ეს ჩემი გასამართლება ხო და არ მინდა ამათ უყურო იმიტომ რომ რასაც სიამოვნოა ყურება იმ ადამიანებს ვინც გასამართლებს არა იქ დარბაზში და რაღაც უნდა ვაკეთო წინზის თალაკვაძე სადო გავიხედო ყველგან ისინი არიან არა და მაქვს ეს ტელეფონი და თამაში ვიყურები რა ამ ტელეფონში აქეთ რომ დაიწყო მე დავდები ეს ტელეფონი და მივხვდი რომ რაღაცა ხდება იმიტომ რომ ჯერ რაღაცა ამომიდო ლაივმა და 22-23000 კაცი უყურებდა და მე წამოვიდა რა იცით 1.5 საათში სხვადასხვა აპლიკაციები ხო ტელეგრამი, ვაიბერი, ვატსაპი, Facebook, ინბოქსი და გამოვხნევ გული ზოგი ისეთი ადამიანი წერდა სადო აღარც მახსოვდა თუ ვიცნობდით ოდესმე ხო ან აღარ უნდათ რომ ჩემთან ქონოდათ ურთიერთობა და ისეთი ემოციური ისინი გამომხნევებელი SMS-ები რომ აი შენ თავართ ნიკა გამაგდი რაღაცა და ჩემთან უკვე ვიხდი რომ სუსტები და მეთქი არ განმომივარდეს აქ კურცხალი ცრემლი და იფიქრებენ რომ იტირა მელიამ ასამართლებს და იტირა და ეს ტელეფონი იქ ჩანს კიდევ ესე გადავდე კინაღამ ამეტირა რა მე ამათ მეტი რა დაჭირდებოდა თვითონ რომ აი თქვენი ლიდერი ეგერ ტირის პიროვნულად არავის არ როჩი ქართულ ოცნებას არავინ მაგრამ ვინმე ასკივებს პროგრესს ეხა რო უყურებ ეხა ყობახიძე იქნება დინარაძე იქნება და ივანიშვილი იქნება თუ უბრალოდ არ არის ეს ჩემი მომავალი ჩემი შვილის მომავალს ესენი ვერ უზრუნველყოფენ რაღაცნაირი ხალხია აი პროგრესისგან ძალიან დაცილებული ხალხია რა ყველაფერს თავიდანებით შეხედეთ ან ენერგია ან სხივი რაიმესი ან მონდომება ან мотиваცია ან ენთუზიაზმი არაფერი არ აქვს არიან მართლა ადამიანები რომლებიც გონია რომ უბრალოდ მოვაწყო ბიძინა ივანიშვილმა სამსახურში მორჩე გათავდა და თავისით კი არ აშენდება ეს ქვეყანა ოცნების სიბერეზე თუ გიფიქრიათ შვილიშვილები მშობლები სადმე აგარაგზე სოფელში და ნაცას რო ქეკავ რა და ნაც ბუხარში და ამ დროს აი ბევრი რო გაქვს მოსაყოლი და საინტერესო ამბები არ წარმომიდგენი ხართ ესე არა ოფციონალ სიბერეში 90-ის რო იქნები თუ იქნები აბა ბაზა ბიბლიო დანში 90 მეტროსთან რო დავდგე ეგეც წარმოგიდგენი ვართ აბა 90 წლის ასაკში
სხვადასხვა ამბროლაურში ვიყავი ერთი რამდენიმე თვის წინ და ჩემი მეგობრის ბებია და მისი ორი და გავიცანი, ერთი 98 წლის, ერთი 101 წლის და 103 წლის, სამი და წამოვიდგინე 98, 101 დაძაბუნებული საუბრობენ აუჩუ ამბებს ვიყებიან და ნუ აი სხვა საუკუნე გედგა თვალწინ, ხო? თუ მერტი წყალობით ეხა არ მგონი ეხა ისეთ ცხოვრების წესი, ცხოვრობის სტრესი და ასე თქვა სხვა პრობლემები რომ ეხა ასლამდე ვიცხოვრო, ხო? მაგრამ ნუ თუ მივახციე მასიბერამდე მინდა რომ კონდეს ელემენტარულად შესაძლებლობა და ხა გამოშტერებული არ ვიყო იმასაკში და ბევრ ახალგაზრდას უყვებოდე გამოც პრაქტიკულ მაგალითების სახით ცხოვრებაზე ვესაუბრებოდე რაც ძალიან ჩემი აზრით გამოადგებათ და მინდა რომ ბევრი ჩემი მეგობარი ასევე სახეზე იყოს რა თქმა უნდა ეხა ისეთ ასაკამდე ცხოვრება სადაც რაღაცეთი მეგობარი აღარ იქნება და თავს უცხო ქალაქში იგრძნობ და ასევე ჩემი აზრით ყველაზე მეტად რა შეიძლება ვისურვო ხო სიბერეში ის ყოფილი პრობლემები რასაც ახლა ვაწყდები თუ აღარ გქონდეს ბევრ ოჯახს აი არ ეშინოდეს კომუნალური გადაკვითრის მოსვლა ოჯახში ამის ეშინიათ ახლა და მინდა რომ თუ მაინდა-მაინც სიკვდილი იქნება ასე ტანჯვით არ მოხდა ეხა აი ავანტყოფია მაგრამ ჯობია რომ უცბად აგურთავზე დაგეცეს და ასე ხმა სიბერეში ოღონდ ხმა სიბერეში და ჯეჯერობით არ ვაპირებ ხო ესეც სურვილია ხო იმიტომ რომ არ მინდა რომ ტანჯვით გარდაიცვალოს არ არის ხო მაგრამ ჯობია რომ მე 100 წლის შემდეგ ქართული ოცნების ხარდაჭერა აგურთავში შეგარტყას და ისე მოკლას ვიდრე სხვანაირად. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი თაობა შეძლებს მომდენო თაობებთან ერთად ბევრად კარგი განვითარებული სახელმწიფოს შექმნას, ვიდრე ეს თუნდაც შეძლებს ჩვენმა მშობლებმა. რა ვიცი, მინდა ვიყო ენერგიული ესე ჭარმაგი მელოტი ბოხუცი ხო, ცილინს დავიხურავ, ჯოხის მექნება ალბათ და გამოვისენებ ქალაქში და მინდა ვამაყობდე გაკეთებული საქმეებით რა, პოლიტიკაში როცა ხარ, არავინ არ თქვას, რომ არ ფიქრობ რაღაცა შენი ძალისხმევით გაკეთებულ საქმეებზე, რომელიც შემორჩება ქალაქს ან ქვეყანას და მე ამით იამაყებ რა, შვილი შექნება სატრაბახო თქვას, რომ აი ბაბუაჩემმა ნიკანორ ანზორიძე მელია ეს გააკეთა და ბაბუჩემ ავიზ ეს მინდა ალბათ რა ვიცი არ მიფიქრია მაგრამ ხმამაღალ ფიქრობ თავს საუბრობ თავ ფიქრობ ნიკა სამ გადაცემას დავასრულებთ მინდა ჩვენი პარტნიორი კომპანიის მეღვინეობა დუალის ქვევრის ღვინოში მოგთავაზოთ რომელიც მზადდება ქართული ტრადიციებით დუალებს გამომარჯვო დიდი მადლობა თქვენ პირველ რიგში ამ საინტერესო ფორმატისთვის დიდი მადლობა რომ სხვა კუთხით მომეცით შესაძლებლობა წარმოეჩინა პრობლემები, რომელიც გვაქვს ჩვენ ყოველდღიურად ქვეყანაში თუ ქალაქში. პირიქით, ნიკა, წარმატება მინდა გისურვოს პირველ რიგში ოქტომბრის არჩევნებზე, ზოგადად ყველა თქვენს წამოწყებაში და გითხრათ დიდი მადლობა, რომ იყავით. ოქტომბრის არჩევნები, ზოგადად არც ერთი ჩამოწერა აუტყუად მგონია, ვინმეს რომ არჩევნები გაყალბება შეძლებს, გამორიცხული ამბავია. ასეთ შემთხვევაში თვებს გავიჩეჩავ. თვებს გავიჩეჩავ და კიკინებსაც მოვიჭერ რა, შეუძლებელი ამბავი არის. მართლა შევავყებით, იმიტომ რომ ეს ეპოქალური არჩევნებია და ამ არჩევნების მოპარვა ვერ ჩაივის უკვალოდ ვერცერთი ხელისუფლებისთვის და კარგად დაფიქრდნენ, თქვენ გადაცემასაც შეხედავთ. ალპიდაბეტეში ამერიკაში ჩანაწერში დაწუნებული ვარ. პირიქით საქართველოს სამართლის ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები და ხელს მოაიღებს საკუთარ ასე ვთქვათ რისებაზე რა ყოველთვის თავი. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა რომ იყავით ჩემი გადაცემის სტუმრად.